ეს არის დღის ამბები 10-ზე, მე ლუკა ხაჩიძე ვარ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული 8 პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. 7-ის შემთხვევაში პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, ერთისათვის კი გირაოს. ბრალდებულთა სკამზეა ის პირიც, რომელმაც ეკაბესელიას პირადი ცხოვრების კადრები YouTube-ზე ატვირთა. სალომე უერთაშვილი გვიერთდება საქალაქო სასამართლოდან პროცესის დეტალებით. ლუკა საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსჯელობენ დაკავებული 8 პირის აღკვეთ ღონისძიებაზე, მათ შორის ერთ-ერთი არის ის პირი, რომელმაც ეკაბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები YouTube-ზე ატვირთა. ზურაბ სოლომნიშვილი, როგორც მისი უფლებადამცველი განმარტავს, ზურაბ სოლომნიშვილს ეს ჩანაწერი სოციალური ქსელის მეშვეობით გაუგზავნეს, თუმცა მას ეს ჩანაწერი YouTube-ზე არ აუტვირთავს. უფლებადამცველის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მას საქმის მასალები გადაეცა, მისთვის გადაცემული არ არის სწორედ ის ფრაგმენტი, სადაც საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ განახორციელა ზურაბ სოლომნიშვილმა ჩანაწერის ატვირთვა YouTube-ზე. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, რომ დაკავებული აღიარებდა დანაშაულს, ამოღებული იყო მისი ტელეფონის, მობილური ტელეფონი, სადაც ინახებოდა ჩანაწერი და სწორედ მან ატვირთა ეკაბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. დღეს სოლომნიშვილის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას, პროკურატურა დღეს შუამდგომლობად მის მიმართ პატიმრობას მოითხოვს. ასევე დღეს განიხილება კიდევ 2 დაკავებული საკითხი, ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი დები. სახელმწიფო ბრალდება ერთის მიმართ პატიმრობას მოითხოვს, ხოლო ერთის მიმართ გირაოს გამოყენებას. სულ მთლიანობაში დღეს განიხილება 8 პირის აღკვეთი ღონისძიება, აქედან 7-ის მიმართ სახელმწიფო ბრალდება ითხოვს პატიმრობას, ერთის მიმართ კი როგორც უკვე გითხარით, გირაოს გამოყენებას, როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ბრალს არ აღიარებენ, სახელმწიფო ბრალდების განმარტებით კი ყველა მათგანმა ფარული ვიდეო ჩანაწერები შეინახა და შემდგომ უკვე სოციალური ქსელით გავრცელა. გენერალ ბრალს რა თქმა უნდა არ აღიარებს ატვირთვას, ასეთი რამ არ მომხდარა მისი განმარტებით. მან შენთან განმარტა, რომ ეს მოვიდა Facebook-ზე SMS მესენჯერის სახით და მან განაცხადა, რომ არც კი იცოდა რა იყო აღნიშნული, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ეს იყო აღნიშნული ინფორმაცია, რაზედაც ბრალდების ხარე მას ედავება. თუ ვინმე მატვირთა მისი აკაუნტიდან, ეს უკვე ჯერ არ არის დადგენილი და გამოძიებამ უნდა დაადგინოს. რაც შეეხება ბრალთან მიმართებაში, ის მასალა, რომელზეც არის საუბარი, ჩვენ არ გადმოგცემია და საერთოდ არ ვიცი ბრალი რას ემყარება, იმიტომ რომ მიუხედავად მოთხოვნისა, განგვიცხადეს, რომ ეს არის პირადი საიდუმლოების ვიდეო მასალა და შესაბამისად ის არ უნდა გადმოიცეს დაცვის ხარჯს. ჩვენი მოთხოვნა ამ შემთხვევაში იქნება გირაო, რაც ვფიქრობ, მინდა შეწონილი უნდა იყოს მოცემულ შემთხვევაში, რადგან ეს განზრახ დანაშაული მე მგონი არ არის, არ შეიძლება ჩაიდროს, რადგან ამ შემთხვევაში პირმა მიიღო ეს ინფორმაცია, შეინახა და გავრცელების საკითხი უკვე ნამდვილად მკურდ დადასტურება უკვე არსებითი განხილვის საკითხია. როგორც ჩემთვის ამ ეტაპზე არის ცნობილი, მან მიიღო ეს ვიდეო საკუთარ მესენჯერში, ნახა და შემდეგ ვის გაუგზავნა, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით. მე მაქვს პოზიცია შუამდგომლობა გირაოს გამოყენებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის საფრთხეები, რა საფრთხეებზეც საუბრობს ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობაში, არ ვეთანხმები აღნიშნულ საფრთხეებს, ვინაიდან არ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, არც მიმალვის საფრთხე არ არსებობს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან. ამ 8 პირიდან 7 პირის მიმართ მოთხოვნილია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო 1 პირის მიმართ მოთხოვნილია გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. ამ 7 პირიდან თითოეულმა მათგანმა არაერთ პირზე გაავრცელა აღნიშნული პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, ხოლო ამ 7 პირიდან ასევე არის ერთ-ერთი პირი, რომელმაც YouTube-ზე საჯარო ინტერნეტ სივრცეში ვიდეო პორტალზე ატვირთა აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი. ამ შემთხვევაში გვაქვს ამ პირის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ასევე YouTube-დან მოპოვებული ინფორმაცია და საკმარისი მტკიცებულებები, რაც გახდა საფუძველი აღნიშნული პირის მიმართ დევნის დაწყების. ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელებაზე გამოძიება 157 მუხლით მიმდინარეობს, როგორც უკვე გითხარით, ამ წუთებში 8 პირის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს მოსამართლე. დღეს სულ დაკავებულია 17 პირი, სასამართლომ უკვე იმსჯელა 9 პირის აღკვეთ ღონისძიებაზე, აქედან 7 გირაოს სანაცვლოდ იქნება გათავისუფლებული, 2 პირი კი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პირდაპირ ეთერში სალომე უერთაშვილი საუბრობდა. მანამდე კი სასამართლოში გაიმართა ამ საქმეზე დაკავებული 9 პირის პროცესი. ფარული
ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებიდან აღკვეთის ღონისძიებად ორ პირს პატიმრობა შეეფარდა, 7 კი გირაო. გირაოს თანხის შეტანამდე ბრალდებულები საპატიმროში დარჩებიან. მათ თანხის დაფარვა 35 დღის ვადაში მოუწევთ. პროკურორის თქმით, გირაოს შუამდგომლობის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ დაკავებულების ნაწილს ჩანაწერები არ გაუვრცელებია. სოციალური ქსელის ინბოქსში ჩაუგდეს, თუმცა პოლიციისათვის არ მიუმართავთ. როდიგე მარცაგაშვილის შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს სამი პირის პატიმრობას ითხოვდა, პატიმრობაში მხოლოდ 2 დატოვა, 7 კი გირაო შეუფარდა. ბრალდებულ ანდონი ლონტის მიმართ აღკვეთილონის სიების სახით გამოყენებული იქნას პატიმრობა, ბრალდებულ თემური რემაძის მიმართ აღკვეთილონის სიების სახით გამოყენებული იქნას პატიმრობა, მოთავსებული იქნას სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში. ბრალდებულ მაია ბერიძის მიმართ აღკვეთილონის სიების სახით გამოყენებული იქნას გირაოს თანხა განისაზღვროს 10,000 ლარის ორდენობით. პატიმრობაში დატოვებული ორივე პირი პარტია გირჩის წევრია. გირჩი სასამართლო პროცესს პოლიტიკურ მასკარადად აფასებენ და ამბობენ, რომ უნდა დაისაჯოს ის, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ფაილი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. არანაირი საფუძველოს ადამიანს სასამართლოს დაეტოვნა ციხეში, უბრალოდ არ არსებობდა. უბრალოდ ჩვეულებრივი რაღაცა პოლიტიკური მასკარადი იყო. საბოლოო ჯამში ყოველთვის გასაგებია, რომ ამ ვიდეოს გავრცელება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ემსახურება ძალიან კონკრეტულ მიზანს, პოლიტიკურ მიზანს დააპატრულეს ადამიანი, რომელსაც ამ მიზნით გაავრცელა ეს ვიდეო. საქმე გვაქვს კლასიკურად იმ შემთხვევასთან, რაც ნიშნავს, რომ სასამართლო არ გაქვს ქვეყანაში. მის გამო რომ სისტემას არ აწყენინოს სასამართლომ და გააправოს ყველაფერი, რასაც ამდენი წლების განმავლობაში აკეთებდა, ამისთვის მიცა, გირაო შეუფარდეს ადამიანებს, რომელსაც უბრალოდ მხოლოდ მიიღეს. პატიმრობაში დატოვებულებიდან ერთ-ერთს ანდონ ღლონს ბრალდების მხარე ფარული ჩანაწერის 12 კაციან ჯგუფში გავრცელებას ედავება. ხედავებიან, რომ მას ჰქონდა და შემდგომ რომელიღაცა ჯგუფში, რაღაც 12 კაციან ჯგუფში გაავრცელა. ახალგაზრდა ბიჭი ორსული ცოლი ყავს, ორ ბავშვს ელოდებიან ხა ტყუპებზე და ის რა რაღაც ძალიან დიდი თანხა. იცით, როგორც თვითონ აღნიშნა, ეს არის ძველი ჩანაწერი 2012 წლის. ანუ ნახა ეს. ქართული სუგის მოყარეობა იყო, აინტერესებდა, დააინტერესა რა იყო, აი ეს არის დანაშაული. აი ეს არის ობიექტური ჭეშმარიტება. პროკურატურა პატიმრობას კიდევ ერთი პირისთვის, მაია ბერიძისთვის პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერის გავრცელებისთვის ითხოვდა. თუმცა საბოლოოდ მას 10,000-იანი გირაო შეეფარდა. არსებული ინფორმაციით მაია ბერიძემ თავის მეგობარს ირაკლი ქასრაშვილს ვიდეო პირად მიმოწერაში გაუგზავნა. ქასრაშვილს 3,000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ბავშვმა მიიღო მეგობარი გოგოსგან ღამე მესიჯის სახით, რა ვიცი, გადმოგზავნილი. ნახა ჩვეულებრივად და არც გაუცელები არაფერი და დილას მოვიდნენ 800 შეერაღებული პიროვნებები დაადგენ და წაიყვანენ ბავშვის ენახვის თემაზე არის დაკავებული. მეგობარიც დაკავებული. ის ადვოკატები, რომლებიც გირაოთი გათავისუფლებულების უფლებებს იცავენ, ამბობენ, რომ ბრალდების მხარე მათ მხოლოდ ვიდეო ფაილის მიღებაშია დანაშაულებს. მომღერალ გიორგი გასვიანის ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფარული ჩანაწერი არც კი უნახავს. აიწყო დათვალიერება, ნახა ბატონო გიორგიმ, რომ ეს კადრები იყო მისთვის მიუღებელი, იფიქრა, რომ იყო პორნო საიტიდან ამონარიდი და ის გამო შეწყვიტა მისი ყურება. ერთადერთი მტკიცებულება, რაც მოცემულ საქმეზე გიორგი გასვიანის მიმართ გამოძიებას აქვს და რის საფუძველზეც მას დღეს სასამართლომ შეუფარდა აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 1,500 ლარის ოდენობით, მდგომარეობს აი ამ მის მიერ ტელეფონში არსებულ ამ ინფორმაციას. ჟორჟადე ნონა, რომელსაც ვიცავ, დააკავეს ის დიდი საათებში, საღამოს მიიღო ეს ინფორმაცია თავის მობილურ ტელეფონში და მას არც გაცნობია რა იყო, უბრალოდ შეხედა. არც იცოდა რა იყო მიღებული და საერთოდ რას ნიშნავდა. სისხლისამართლის დანაშაულის ნიშნებიც არ არსებობდა. გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად კვლავ მიმდინარეობს. უცნობია ვინ არის პირველ წყარო დამატებით დეტალებზე ბრალდების მხარე არ საუბრობს. საქმეში არიან პირები, რომლებმაც სხვა პირებს გაუგზავნეს ეს ჩანაწერები, რაც შეეხება სულ თავს და თავს, ანუ საწყის ამასთან დაკავშირებით გეცნობებად, მოგვიანებით, ყველა პირზე, რომლებსაც შესაძლოა გავრცელებული ან უკანონოდ მოპოვებული და შენახული ქონდეთ ეს ვიდეო ჩანაწერი, მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ინფორმაციის თანახმად დაკავებულების ნაწილი სოციალურ ქსელში ინახავდა და მასობრივად ავრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო ჩანაწერს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე სულ 17 პირი დააკავეს.
თუ ისინი ეძებენ სათავეს, მაშინ ისინი იპოვნიან საკუთარ თავს. ასე უპასუხა არჩილ თალაკვაძემ ნაციონალური მოძრაობის წევრების შეფასებებს ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე. ბესელიას თანამოაზრე ფოფხაძე კი ამბობს, რომ ყოფილ მმართველ პარტიას ნაკლებად ჰქონდა მოტივაცია ბესელიას ჩანაწერები გაევრცელებინა. ვის ინტერესებში შედის ფარული კადრების გავრცელება? ლიკა ჯანყარაშვილმა მოისმინა შეფასებები. პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე 17 ადამიანის დაკავებას ეხმაურება თავად ეკა ბესელია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე განმარტავს, რომ მან ზუსტად იცის რა დროინდელია ეს ჩანაწერები და ხელს ყოფილი ხელისუფლებისკენ იშვერს, თუმცა ამ დროისთვის ეკა ბესელიასთვის არის პრინციპული საკითხი ის, რომ გამოძიებამ დაადგინოს თუ ვინ და რა მიზნით გაავრცელა ეს ჩანაწერი. ამასთანავე ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ერთდროულად იყოს როგორც კანონიერი, ისევე ჰუმანური იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ამ საქმეში ნაკლები ბრალი მიუძღვით. ამასთანავე ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ ის მზადაა, რომ თვალი ადევნოს გამოძიებას და უკვე შემდეგ შეაფასოს, რამდენად სწორი მიმართულებით მიმდინარეობდა ის. ჩვენ ვიცით ვინ არის ამ უკანონო ჩანაწერის ავტორი, ვინ განახორციელა უკანონო ჩაწერა, ეს სადაო არ არის განხორციელდა სააკაშვილის პერიოდში. მე პრინციპულად მიმაჩნია, რომ კანონიერი და სამართლიანი და ჰუმანურიც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გამოძიება იმ ადამიანების მიმართ, ვისი ბრალეულობაც ნაკლებია ამაში და მე აქ მექნება ძალიან სამართლიანი პოზიცია. მაგრამ პრინციპულია, რომ გამოძიებამ დაადგინოს დირიჟორი ამ გავრცელების ვინ რა მიზნით გააკეთა. დანაშაული მიზნის და მოტივის გარეშე არ არსებობს. არ მგონია, რომ დღეს და ხვალ ესე ჩავთოთ, ესე ვთქვათ, საათი. მე მეყოფ ამისი ნებისყოფა, რა თქმა უნდა, და გამოცდილებას და დავაკვირდე პროცესი როგორ მიდის და შემდეგ შევაფასო, სწორად მიდის თუ არა გამოძიება. ოპოზიცია ხელს მმართველი გუნდისკენ იშვერს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ ამ საქმეში სპეცსამსახურების ხელი ურევია და რომ ხელისუფლება ორიენტირებულია, რომ დააკავოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, თუმცა ისინი არ ცდილობენ, რომ იმპოვონ მთავარი ფუნდამენტი და დააკავონ ის პირები, რომლებიც არიან ამ ვიდეო მასალის როგორც გადამღებები, ასევე გამოცვალებლები. ამასთანავე გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია, რომ ის პირები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ საქმეში, აუცილებლად დაისაჯონ. ჩემი აზრით ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების დაგეგმილი პროვოკაცია და ეს ადამიანები, ვისი დაკავებაც ხდება, მათ მიმართ განხორციელდა პროვოკაციული ქმედება. ეს არის თამაში ხელისუფლების იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანოს რაღაცა რაოდენობრივ დაკავებებზე და არა ფუნდამენტურად ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაზე, როცა დამკვეთები უნდა ისჯებოდნენ, ვინც ახორციელებს ამ ყველაფერს და შემსრულებლებს. მათ თუ გონიათ, რომ საზოგადოებას დაავიწყდა, ვისი დამზადებული არის სერიებად ეს პირადი ჩანაწერები უკანონოდ, ვის ქონდა ეს შენახული და დასაწყობებული და ვინ მართავდა თავის დროზე ამ მეთოდებით, ძალიან შემცდარენ, ასე რომ თუ ისინი ეძებენ სათავეს, ისინი იპოვიან საკუთარ თავს. ამიტომ ამ კითხვის დასმა არის ერთგვარად საზოგადოების მოტყუების შეურაცხყოფის მცდელობაც კი პრინციპული სამართლებრივი რეაგირება ამ უკანონობაზე არის მომავალში იმის მეტი გარანტია, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება. კიდევ ერთხელ მინდა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვხატო ჩვენი თანაგუნდელის ეკა ბესელიას მიმართ. მართლ გუნდში ფიქრობენ, რომ გამოძიება უნდა წარიმართოს ისე, რომ მომავალში არავის აღარ გაუჩნდეს ფარული ჩანაწერების გავრცელების არც სურვილი და არ მიეცეთ მათ ამის საშუალება. ფარული ჩანაწერების საქმეზე უკვე დაკავებულია 17 ადამიანი და გამოძიება კვლავ ვრცელდება, რათა იპოვონ ის პირველი წყარო, რომლის საშუალებითაც გავრცელდა ეს ვიდეო მასალა. ლიკა ჯანყარაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ოცნებაში გამართული 7 საათიანი შეხვედრის შემდეგ გავიგეთ, რომ დეპუტატებმა სასამართლო სისტემაზე იმსჯელეს, თუმცა გაჟღერებული გადაწყვეტილებები და იდეები კანონმდებლებმა სხვადასხვაგვარად განმარტეს. ეკა ბესელიას თქმით, მოსამართლეები სავარაუდოდ უვადოდ აღარ დაინიშნებიან. მისი თქმით, იდეას იწონებს პარტიის თავმჯდომარეც. სხვა კანონმდებლები სამუშაო ჯგუფზე და კრიტერიუმების ამ ფორმატში განხილვაზე საუბრობენ. ბესელია კი მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
კენჭისყრის მონაწილეობა არ მიმიღია და ვერც გავერკვიე ეს რა გადაწყვეტილება და რაში მდგომარეობს. გუნდის წევრებსა და ბიძინა ივანიშვილთან 7 საათიანი შეხვედრის შემდეგ გედევან ფოფხაძემ ვერ გაიგო უმრავლესობა რა საკითხზე შეთანხმდა. ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მოლაპარაკება მართულ გუნდში საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გარეშე დასრულდა. საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ უნდა კონსტიტუციის შესაბამისობაში მივიღოთ სამართლებრივ გადაწყვეტილება. ამის წინააღმდეგ მე მგონი არავინ არ იქნებოდა თავიდან. მე პირადად არ ვაპირებ იმ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას და იმ ჯგუფში არ მივიღებ არცეთ შემდეგ სხდომაში მონაწილეობას, მიმაჩნია რომ ეს პროექტი უნდა დავწეროთ ჩვენ პარლამენტში. რამდენიმე საათიანი კონსულტაციების შემდეგაც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მართულ გუნდში ისევ აზრთა სხვადასხვაობაა. სამუშაო ჯგუფში, სადაც სწორედ მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს, ეკა ბესელია მონაწილეობას არ აპირებს. ბესელია განმარტავს, რომ გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. ერთადერთი საკითხი, რაზეც უმრავლესობის წევრები შეჯერდნენ, ეს მოსამართლეთა უვადო დანიშვნის შეჩერებაა. გაირკვა, რომ ამ საკითხს თავად ბიძინა ივანიშვილიც მხარს უჭერს. რაც შეეხება უვადოთ მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებას. მე ისევ დავსვე საკითხი დღეს პარტიის თავმჯდომარე ამ პოზიციას ეთანხმება. ბიძინა ივანიშვილმა თქვა დღეს, რომ ის უჭერს მხარს ამ იდეას. მე არ მომისმენია საწინააღმდეგო პოზიცია ყოველ შემთხვევაში დღეს საჯაროდ არაბისგან. რაზეც საუბრობდა ირაკლი კობახიძე, არის განსხვავებული, ამიტომ საბოლოოდ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. პრინციპში მე რაიმე განსაკუთრებულ წინააღმდეგობას ამ ჯგუფის ფორმატში შემუშავდება, დამუშავდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კრიტერიუმებთან, პროცედურებთან დაკავშირებით თუ ამის გარეშე, მაინც და მაინც ვერ ვხედავ დიდ პრობლემას. დღევანდელ სხდომაზე გაირკვა ისიც, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს სავარაუდოდ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი დაიკავებს, თუმცა მისი კანდიდატურა მიუღებელია ყოფილი თავმჯდომარისთვის. ეკა ბესელია მხარს საკუთარ თანამოაზრეს ლევან გოგიჩაიშვილს დაუჭერს. საბოლოოდ კი კანდიდატურა პარლამენტში უმრავლესობის წევრებმა კენჭისყრით უნდა აირჩიონ. ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პოზიციაზე უმრავლესობა წარადგენს ანრი ოხანაშვილს. არ ვეთანხმებ იმ პოზიციას, რაც დღეს უმრავლესობის შიგნით, ესე ვთქვათ, შეჯერდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება სესიაზე უნდა იყოს მიღებული. ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა ჩემთვის არის სწორედ იმ ღირებულებების და ფასეულობების დაცვა, რომელსაც ჩვენ ვიცავ სწორედ ამ პროცესში. მე მიმაჩნია მინიმუმ საწყისი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ის უნდა კონდეს, რომ ღიად კონდეს დაფიქსირებული თავის პოზიცია, რას ფიქრობს მაგალითად იმ მათკაციან სიაზე, ან თქვათ როგორ წარმოუდგენია საზოგადოების დაკვეთის შესრულება. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ საზოგადოებას უნდა კონდეს პროცესის მიმართ ნდობა. 7 საათიან შეხვედრას როსტომ მეფის სასახლეში ბიძინა ივანიშვილთან ერთად კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ, თუმცა მათ დღეს მედიასთან განცხადებები არ გაუკეთებიათ. საბოლოო გადაწყვეტილებამდე სავარაუდოდ უმრავლესობის სხდომა კიდევ რამდენჯერმე გაიმართება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს პარლამენტში შეხვდნენ. განიხილეს საკონსულტაციო საბჭოს იდეა, რომელიც ერთ-ერთი პუნქტია იმ საკანონმდებლო წინადადებაში, რომელიც არამოსამართლე წევრებმა პარლამენტში დაარეგისტრირეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ახალი სიის დამტკიცებამდე პროცესში სწორედ საბჭოს ფარგლებში მომუშავე უცხოელი ექსპერტები უნდა ჩაერთვან. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთადერთი რაც წააქცევს კლანს და იმ შავბნელ ძალას, რომელიც მას მფარველობს, არის ერთიანი ფრონტი. აქ იგულისხმება ჩვენ ყველა მოქალაქე, რომელსაც ადარდებს კლანის არსებობა, ორგანიზაციები, პროფკავშირები, ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, მთლიანი პოლიტიკური სპექტრი, ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ყველა ორგანიზაციასთან, ვისაც ეს მიზანი აქვს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ნაციონალური მოძრაობის იდეაზე, რომ საკონსულტაციო საბჭო, რომლის იდეაც ჩვენ წარვადგინეთ, ასევე გახდეს უფრო მრავალფეროვანი და იქ იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ეს არის ძალიან საინტერესო იდეა და ღირს ამაზე მსჯელობა, იმიტომ რომ თქვათ ევროკავშირის წარმომადგენელი პირი, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან კარგი სანდო და გამანეიტრალებელი ფაქტორი იმ ბერკეტში, რომელმაც უნდა ჩაკეტოს იუსტიციის საბჭოს თვითნებობა. ვისაუბრეთ კორუფციის რისკებზე, რადგან მათ აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლის და სასამართლოში, სადაც არის ძალიან მაღალი რისკები კორუფციის. ძალიან დიდი ძალისხმევა საჭირო იმისათვის, რომ შესწავლილი იქნას ნამდვილად არის თუ არა კორუფცია სასამართლოში და თუ არის ამას უნდა მოყვეს ადეკვატური და ძალიან სერიოზული რეაგირება. რაც შეეხება უშუალოდ იმ მოსამართლეებს და იმ ადამიანებს, რომლებიც დანიშნულები არიან უკვე სასამართლო სისტემაში უვადოთ, ამაზეც გქონდა ჩვენ საუბარი, თუ რა მექანიზმით უნდა მოხდეს სამომავლოდ მოსამართლეების დანიშვნა იმისათვის, რომ ეს იყოს სანდო და უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება არის დღევანდელობისთვის ყველაზე აქტუალური თემა. ქართულ ოცნებას არ ექნება სხვა გამოსავალი, როდესაც იქნება ერთიანი ფრონტი ამის წინააღმდეგ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ადამიანმა, ვისაც გსურს, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური მართლმსაჯულება, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა. იქნება ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები თუ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები. მათ შორის განვიხილეთ კონკრეტულად ის იდეა, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესში ჩაერთონ უცხოელი ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იმიტომ რომ ვფიქრობთ, ეს იქნება დამატებითი გარანტია იმის, რომ მიხეილ ჩინჩალაძის კლანმა არ შეძლოს მონოპოლიზება უვადოთ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს. მოსამართლე გვრიტიშვილი ამბობს, რომ ანა დოლიძეს არ აქვს ლეგიტიმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისათვის. Facebook სტატუსში წერს მიზეზებსაც, ამბობს, რომ მარგველაშვილმა დოლიძე არამოსამართლე წევრად კონკურსის გარეშე დანიშნა, რომელიც სისტემის დისკრედიტაციაშია ჩაბმული და არ იღებს მონაწილეობას იმ ღონისძიებებში, სადაც სისტემას აქებენ. სტატუსს იწონებს Facebook-ზე აქტიური მოსამართლე მეთოფიშვილიც. ისიც ფიქრობს, რომ საბჭომ უნდა იმსჯელოს დოლიძის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. მოსამართლე, რომელმაც დოლიძეს უზრდელი უწოდა და რომ ვირისაგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, დოლიძეს ადანაშაულებს სისტემის დისკრედიტაციაში. იცით რატომ არ აქვს ლეგიტიმაცია ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის? საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 47 მუხლის მე-11 პრიმა პუნქტის თანახმად პრეზიდენტ ყოფილ მარგველაშვილს ის კონკურსის წესით უნდა დაენიშნა. გაგიგია თვინმეს ასეთი კონკურსის ჩატარების შესახებ. მე არა. ანუ თუ ანა დოლიძე უკონკურსოდ დაინიშნა, ჩადენილია კანონდარღვევა და მისი დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი ბათილია. მეორე. თითქმის ყველა უწყებას და პროფესიულ ჯგუფს აქვს ეთიკური წესები, რომელიც უნდა დაიცვას ამ უწყებაში დასაქმებულმა ან პროფესიულ ჯგუფში გაწევრიანებულმა პირმა. ეთიკური წესები კი ამ პირს პირველ რიგში ავალდებულებს იზრუნოს უწყების პროფესიული ჯგუფის ინტერესების დაცვასა და ავტორიტეტის ამაღლებაზე. ანა დოლიძე კი რას აკეთებს? შანს არ უშვებს ძირი გამოუთხაროს სასამართლო ხელისუფლებას და დააკნინოს საზოგადოების უცხოელების თვალში. იტყובה ყოველი ფეხის ნაბიჯზე და ზრუნავს მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ კარიერაზე, სასამართლოს დისკრედიტაციის ხარჯზე. შეგეძლიათ ნახოთ, როგორ იფერებს ხოლმე, როცა ვინმე დაუწერს, ანა თქვენ საუკეთესო პრეზიდენტი იქნებოდით და გულაჩუყებული უხდისმადლობებს. და მესამე, ანა დოლიძე არ მონაწილეობს არც ერთ ღონისძიებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ან სასამართლოს დადებითად წარმოაჩენს. იქ კი სადაც სასამართლოს ლანძღავენ, ის პირველი მიდის. სწორედ ამ სამი გარემოების გამო ანა დოლიძეს არ აქვს ლეგიტიმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის. წამების დაკარგვას არ მინდა იმ ადამიანის პოსტებზე, რომელსაც საკუთარი კლანიც კი არ ულაიქებს მის გამოთქმებს და ოჯახის წევრები. მე მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთმა მოსამართლემ აქტიურად არაერთხელ დაარღვია ეთიკის კოდექსი, ისინი მონაწილეობენ პოლიტიკურ დისკუსიაში, ეს იგივეა, რაც მღვდლის სიარული დისკოტეკაზე. ბანკისის ხეობაში ჰესების აშენების წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ბანკისელები ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ხეობა ეკოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ბანკისელების ნაწილმა შესაბამისი წერილი პრემიერ-მინისტრის სახელზე უკვე გააგზავნა. მათ იმედი აქვთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისუფლება ჩაერთვება და მოსალოდნელ საფრთხეებს გაანალიზებს. მოსახლეობა ძალოვანი უწყებების მიერ ადგილობრივებზე ზეწოლაზეც საუბრობს. ამბობენ, რომ ახალგაზრდებსა და იმ უხუცესებზე, რომლებიც ჰესების წინააღმდეგ გამოდიან, ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება, რათა ჰესების მშენებლობას მხარი დაუჭირონ. ჰესის აშენების შემთხვევაში მდინარე ალაზნის დიდი ნაწილი მინებში მოექცევა.
საშიშროება რომელი ერთი ჩამოგვალთოთ მარტო კითხვა უნდა დაისვას რომ მარტო რა საშიშროება არ არსებობს დანარჩენი ყველა საშიშროება არსებობს უსკრულის პირასა ვართ მიმდგარი ეს ამ ხეობის მაცხოვრებელი უწყლოდ ჯერეთი არაფერი არ ახარობს ყველაფერი ჩვენ შემოგვაკლდება წყლის ბუნების რესურსები და სულ ყველაფერს მოკლებული ვიქნებით იძულებული გავხდებით აქედან ავიყაროთ წავიდეთ არ დაუშვეთ რომ გესი რო აშენდეს ამ ხეობაში არ გჭირდება ჩვენ გესი ჩვენ აქ ცხოვრება გვინდა წყალი არ ექნება ჭა არ გვექნება აგე იმ სტოლბის ქვეშ დადექი ტელეფონიც კი არ იჭერს არ გჭირდება ის თანხა რამე არაფერი თავიანთვის დაიტოვონ და ააშენონ აგე ახმეტაში ააშენონ ფშაველში არ გჭირდება ჩვენ გვესი ფონიჭალაში დღეს სპეცოპერაცია რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდა. სამართალდამცავებმა ნარკორეალიზატორის დაკავება სახლში სცადეს, თუმცა საბოლოოდ ის საკუთარ მანქანაში რუსთავის მაგისტრალზე აიყვანეს. გამოძიება 1987 წელს დაბადებულ პირს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა გასაღებას ედავება. სამინისტროს მტკიცებით ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. მტკიცებად ამოღებულია მის მიერ გაყიდული რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. აქ არისო დილას ეს სხვა დამიღა აქ რა დამიღე მაშინ აქ მე ახლა მოვალ მანქანაში იყო რომ გააჩერეს მიდია ჩოლის მანქანა ვინ იყო მასთან ერთად კიდევ არ ვიცი შულის კერძები არ ვიცი როგორც ვიცი 3 ადამიანი იყვნენ და ეს ერთი მაგის დას ქმარი იყო ორივე დააკავეს თუ მარტო არა მარტო მანქანაში ქონდა რა ანუ ჩაუდა ეს თქვენ ამბობ არ არის რა მოხდა სად არის არ ვიცი მე არ ვიცი ხაზი არ არის სოციალურ ქსელებში უხვად დაფინანსებული პროპაგანდისტული კამპანიები მსოფლიოს მასშტაბით იქცა თავის ტკივილად. ყალბი ახალი ამბები ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა გახდა. როგორ შეცვალა ტრადიციული მედია ფეიქ ნიუსებმა, რაც კონკურენტების წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში მძლავრი იარაღია. ნახეთ ეთუნა იცკირველის მიერ ვაშინგტონში მომზადებული სიუჟეტი, რომელიც შეერთებულ შტატებში მედია პარტნიორობის პროგრამით იმყოფებოდა. ინფორმაცია და დეზინფორმაცია. სოციალური ქსელების ეპოქაში ყალბი ახალი ამბები ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობად იქცა. ფეიქ ნიუსი კონკურენტების წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში მძლავრი იარაღი გახდა. ჟურნალისტიკის ისტორიის მკვლევარები ამბობენ, რომ ყალბი ახალი ამბების, ეგრეთ წოდებული ფეიქ ნიუსის ტერმინი მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, თუმცა ამ ტერმინს ახალი სიცოცხლე თეთრი სახლის მოქმედმა ლიდერმა დონალდ ტრამპმა შესძინა. ნებისმიერ მედია საშუალებას, რომელიც დონალდ ტრამპს აკრიტიკებს, თეთრი სახლის ლიდერი fake media sutsodebs. Over the course okay, just sit down, please. That's enough. Put down the mic. Mr. President, are you worried about indictments coming down in this investigation? Mr. President. I'll tell you what, CNN should be ashamed of itself having you working for them. You are a rude, terrible person. You shouldn't be working for CNN. Go ahead. Well, when you report fake news, no. When you report fake news, which CNN does a lot, you are the enemy of the people. Go ahead. როგორ შეცვალა ტრადიციული მედია ფეიქ ნიუსებმა, როგორი ფორმა მიიღო საინფორმაციო სამკუთხედმა, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, მაყურებელი. ამ კითხვებზე ამერიკელი კოლეგები უკვე პასუხობენ. It's been difficult in the United States as a journalist in the last 2 years where you have a president. ბოლო 2 წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ჟურნალისტობა გართულდა, რადგან ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ხშირად გვესხმის თავს. ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ ნეიტრალურობა და განვაგრძოთ ჟურნალისტური საქმიანობა. ვცდილობთ განვერიდოთ პოლიტიკურ სამყაროს, მაგრამ პოლიტიკოსები გვიტევენ და ეს დამოკიდებულება საზოგადოებაზეც ახდენს გავლენას. მქონია შემთხვევა სიუჟეტზე მუშაობისას ვიღაცას ყალბი ამბები დაუძახია. ხალხის ჩვენზე ახდენს ზემოქმედებას, რადგან გრძნობთ, რომ ადამიანები მუდმივად ეჭვის ტრადიციული მედია ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო აღარ არის. ინფორმაციების მიღების წყაროები მნიშვნელოვნად გაიზარდა. სოციალურ ქსელებში უხვად დაფინანსებული პროპაგანდისტური კამპანიები მსოფლიოს მასშტაბით თავის ტკივილად იქცა. ახლა მომხმარებელს ხშირად თავად უხდება განსაზღვროს მიღებული ინფორმაციიდან რომელია ყალბი და რომელი ნამდვილი. რას ურჩევთ მაყურებელს, როგორ განასხვავონ ფეიქ ნიუსები ნამდვილი ნიუსისგან?
I think the best method is social media be wary. ჩემი აზრით საუკეთესო მეთოდია მომხმარებელი ბრმად არ ენდოს სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და გადაამოწმოს წყაროები, რადგან რეალურად არავინ იცის, ვინ მართავს ამა თუ იმ სოციალურ მედიის ანგარიშს. ასევე ვფიქრობ, მომხმარებელი უნდა ენდოს საკუთარ ინტუიციას და შეარჩიოს სანდო წყაროები. Facebook-ზე გაზიარებულ პოსტებთან მიმართებაში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. აჯობებს მომხმარებელმა შეარჩიოს ახალი ამბების სფეროში მოღვაწე ჟურნალისტები, წამყვანები, რომელსაც ენდობა და მათგან მიიღოს ახალი ამბები. თამაშის წესების შეცვლამ შეცვალა ტრადიციული მედიის საქმიანობაც. ახლა გაცილებით დიდად ფასობს ინფორმაციის წყაროს სანდოობა. ჩარლი სკინერი ვარ. ჩემს სანდოობაში გარწმუნდი? ეს რა არის ფილმი სადილზე დაგვიანება? ხო. თეთრ სახლში მუშაობ თუ თავდაცვაში? არც ერთში. მობილურზე მირეკავ. 19 სხვადასხვა გზა არსებობს იმისთვის, რომ ფარული ნომერია. მე გავიგებდი ვინ მირეკავდა, მაგრამ შენ ვერ შეძლებ. ეროვნული უსაფრთხოებიდან ხარ. მართალია, ჩემი განყოფილება უკანონო ელექტრონულ თვალთვალს აკონტროლებს. როგორი ტენდენცია თავად ჟურნალისტებისთვის რამდენად გართულდა fake news-ების გარჩევა ნამდვილისგან? As reporters, we have to ჟურნალისტები ვალდებულნი ვართ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ განსაკუთრებით ამ ეპოქაში, სადაც სოციალურ მედიას ამხელა გავლენა აქვს თითოეულ ჩვანგანზე და ტემპი ძალიან აჩქარებულია. ადამიანებს ყველაფრის მიღება მომენტალურად უნდათ, აღარავის აქვს სურვილი დაიცადოს საღამოს 6-7 საათამდე და საინფორმაციო გამოშვების საშუალებით გაეცნოს სიახლეებს. ყველას ურჩევნია დახედოს ტელეფონის ეკრანს და მაშინვე გაიგოს რა მოვლენები ვითარდება. სწორედ ამიტომ უნდა დავსვათ ჟურნალისტებმა მეტი შეკითხვა, შევინარჩუნოთ სკეპტიკური განწყობა მოწოდებული ინფორმაციის მიმართ, რადგან სწორედ სკეპტიციზმია ჩვენი ფუნქცია, რომ ზუსტად ვიცოდეთ, საიდან მოდის ესა თუ ის ინფორმაცია, თუმცა ამავდროულად ჩვენი საქმეა გავიგოთ რა მოხდა და დროულად მოუყვეთ ამბავი მომხმარებელს. But it's also our job to present what's going on. So we have to have a good layer of caution as journalists. ყალბი ცნობების შესახებ ნობელის პრემიის ლაურეატმა ფრენსის სკოტ ფიჯერალდმა ჯერ კიდევ წინა საუკუნის პირველ ნახევარში თქვა. წარმოიდგინეთ, ყალბი 10 ფრანკიანი ოქროს მონეტა. ის იქამდე ღირება 10 ფრანკი, სანამ მისი სიყალბე არ გაირკვევა. ნებისმიერი ჟურნალისტის ოცნება ახალი ამბავი საზოგადოებას პირველმა აცნობს. თუმცა ამ მოცდუნებაზე მაღლა ინფორმაციის სანდოობა უნდა იდგეს. ეთუნაინც პირველი ტელეკომპანია პირველი NBC 12-ის ახალი ამბების სტუდიიდან. მადრიდში ათასობით პენსიონერი ქვეყანაში არსებული კანონის წინააღმდეგ გამოვიდა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არამხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მომავალ თაობაზე ზრუნავენ. საპროტესტო აქციას ტაქსის მძღოლებით შეუერთდნენ. იანვარში პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა პარლამენტს ბიუჯეტის ახალი გეგმა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც პენსია 6%-ით უნდა გაზრდილიყო. თუმცა დემონსტრანტები პრემიერის ინიციატივას ეწინააღმდეგებიან. პარიზში ყვითელჟილეტიანების რიგით მე-12 აქცია გაიმართა. დემონსტრანტები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ. აქციას ამჯერად სწორედ ის ადამიანები შეუერთდნენ, რომლებიც რამოდენიმე კვირიანი დემონსტრაციების ფარგლებში ყველაზე მეტად დაზარავდნენ. წესრიგის დასაცავად საფრანგეთის დედაქალაქში 5000 პოლიციელი და ჟანდარმია მობილიზებული. ვენესუელის თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს ხუან გუაიდოს მხარდაჭერა ვენესუელის დივიზიონის გენერალმა და სამხედრო ავიაციის სტრატეგიული დაგეგმვის დირექტორმა გამოუცხადა. გენერალმა საკუთარი პოზიცია სპეციალური ვიდეო მიმართვით გააჟღერა. გენერლის თქმით, ის არ აღიარებს ნიკოლას მადუროს დიქტატორულ ხელისუფლებას და მზად არის შეასრულოს გუაიდოს ბრძანებები. არქეოლოგებმა ეგვიპტეში უძველესი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 50-ზე მეტი მუმია პტოლემეების დინასტიის დროინდელია. მინიას რეგიონში არსებული საფლავი 9 მეტრის სიღრმეზეა გათხრილი და 4 ნაწილადაა დაყოფილი. ვის ეკუთვნის საფლავი, ამას უკვე სპეციალისტები შეისწავლიან. Others were written in Greek and Coptic. The Greeks. საინფორმაციო გამოშვება ამით დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.